არ შედის კონტაქტში ოჯახის წევრებთან, შეიმჩნევა ხოლმე აი გულგრილობა ახლობლების მიმართ და ყოველთვის აუტიზმის შემთხვევები ასოცირდება წვიმის კაცის ფენომენთან და გახსოვთ ეს ცნობილი ფილმი დასტინ ჰოფმანის მონაწილეობით და ზოგჯერ ჩვილობის ასაკში აღენიშნება ხოლმე მიჯაჭვულობის დარღვევა და სხვადასხვა განვითარების ანომალიები. არის მით ის დამოკიდებულებაც, რომლებიც სხვებს აქვთ მისდამი და შესაბამისად ეს გავლენას ახდენს ადამიანებთან ურთიერთობაზე. სტერეოტიპულ ხასიათს ატარებს და არ შეუძლიათ რაღაცა წარმოსახვითი როლური თამაშები და ალბათ ბაღში თუ გქონიათ ასეთი შემთხვევები არის ბავშვები, რომელიც არანაირად არ არიან ჩართული საერთო აქტივობებში, სკოლაშიც ესეა და ეს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა აუტიზმთან დაკავშირებით, სადაც მოწვეულები იყვნენ ბავშვთა საბავშვო ბაღების აღზრდელები, მასწავლებლები, მოსწავლეები. შეხვედრის მიზეზს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და აუტიზმით დაავადებული ბავშვთა და პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში. Საფრთხებო ორგანიზაცია SIDA, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი და განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინარული გუნდის წევრები შეუერთდით ერთმანეთს და გეგმა აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მხარდაჭერი აქცია. დღესდღეობით იმდენად აქტუალურია, სტატისტიკა წამიერად იცვლება. 20 წუთში ერთ ადამიანს უდგინდება აუტისტური სპექტრის აშლილობა. ეს იმას ნიშნავს, რომ 100 ბავშვში სავარაუდოდ ერთი არის აუტისტური სპექტრით, ასე ვთქვათ, მე არ მიყვარს ეს ამ სიტყვის ხარება, დიაგნოზირებული და დასმული დიაგნოზი. საუბრეთ უშუალოდ დაავადებასთან გამკლავებაზე, სადაც შეიძლება დიაგნოსტირება მოხდეს, რომელი ორგანიზაციები მუშაობენ, ასე ვთქვათ, ბავშვთა უფლებების დაცვაზე, პლუს ინტერესების და მათი საგანმანათლებლო სივრცეში ჩართვაზე და სამომავლოდ ინტეგრაციაზე. დღესდღეობით აუტიზმის თემა მეტნაკლებად მაინც შეიძლება ითქვას, წლები გავიდა, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ახალია ჩვენ საზოგადოებისთვის და საჭიროებს უფრო მეტი ყურადღების მიქცევას, ვინაიდან წლიდან წლამდე იზრდება ადამიანების გამოვლენა ამ დიაგნოზით, გარკვეული ამ მოვლენით და საზოგადოება საჭიროებს მეტ ინფორმაციას იმისთვის, რომ იყოს დროული ამოცნობა პრობლემის, მისი დროული გადამისამართება სპეციალისტთან და რაც უფრო ადრე ეწყობა პრობლემის მოგვარება, ბუნებრივია, მით უფრო მეტ ეფექტს მივაღწევთ. საინტერესო ის ინფორმაცია, რომელსაც ვღებულობთ, ახალ ინფორმაციას, იმიტომ რომ ამ პრობლემის შესწავლა მიმდინარეობს მუდმივად და კარგია, როდესაც ადამიანები ეცნობიან ამ თემას უფრო კარგად. ფართო საზოგადოებას გულისხმობთ, სპეციალისტებმა იციან ამის შესახებ და კარგია ფართო საზოგადოებამაც იცოდეს. ვფიქრობ, რომ მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, იმისათვის, რომ იცოდნენ და დროულად ამოიცნონ და მიხედონ პრობლემას.